გამარჯობა, დღეს ერთ ძალიან მაგარ წიგნს დავშლით ნაწილებად, რომელიც წარმოიდგინეთ, უკვე 40 წელია ხალხს ეხმარება, რომ უკეთესად იურთირთონ. ამ წიგნს ქვია მე ყოველთვის ვიცი რა ვთქვა და ის ფაქტობრივად გზამკვლევია, რომელიც გვასწავლის როგორ თქვათ ჩვენი სათქმელი თავდაჯერებულად, ყოველგვარი შიშის გარეშე. მოდით ვნახოთ რა საიდუმლო იმალება მის ფურცლებს მიღმა. აი ეს მომენტი გეცნობათ, საუბარი რომ დამთავრდება და ზუსტად მაშინ მოგდის თავში ის გენიალური პასუხი, რომელიც იქ იმ მომენტში უნდა გეთქვა. ხო, ვიცი, საშინელი გრძნობაა, მაგრამ იცოდეთ რომ მარტო არ ხართ. თითქმის ყველას გამოუცდია და დღეს სწორედ იმაზე ვისაუბრებთ, როგორ დავაღწიოთ თავი ამ სინანულს. მაშ, საიდან მოდის ეს სინანული? რატომ ვერ ვამბობთ იმას, რასაც ვფიქრობთ? ამ წიგნის მიხედვით, მთავარი დამნაშავე შიშია. გვეშინია კონფლიქტის, გვეშინია რომ ვინმე გაგვაკრიტიკებს ან ცუდად შეგვხედავს. და აი ეს შიში პირდაპირ ბლოკავს ჩვენს უნარს, რომ ჩვენი აზრი ღიად და თამამად გამოვხატოთ. ავტორები ამბობენ, რომ ზოგადად ჩვენი ურთიერთობის მანერა სამ ძირითად სტილში ჯდება. ახლა მთავარი კითხვა ისაა, ამ სამიდან რომელი მუშაობს რეალურად ყველაზე კარგად? მოდით ერთად გავარკვიოთ. მოკლედ, გვაქვს სამი გზა. პირველი არის პასიური სტილი. ეს მაშინ, როცა საკუთარ სურვილებს სხვების გამო უკანა პლანზე აყენებ. მეორეა აგრესიული, როცა პირიქით, შენსა საწვევი და სხვის აზრს არ ითვალისწინებ. და არის მესამე, ასერტიული, ანუ თავდაჯერებული სტილი. ეს არის იდეალური ბალანსი, ოქროს შუალედი, როცა შენს აზრს გამოხატავ მტკიცედ, მაგრამ სხვისი პატივისცემით. ხო, აი სწორედ ეს ასერტიულობაა, ის ოქროს შუალედი, რომელიც გვეხმარება, რომ ურთიერთობებშიც ჯანსაღები ვიყოთ და ჩვენს მიზნებსაც მივაღწიოთ. ეს არ არის რაღაც ზებუნებრივი ნიჭი, ეს არის უნარი, რომლის სწავლაც აბსოლუტურად ყველა შეუძლია და ეს წიგნიც სწორედ ამაში გვეხმარება. კაი, გასაგებია, მაგრამ როგორ უნდა გავხდეთ ასეთები? როგორ მივაღწიოთ ამ ბალანსს? წიგნი გვთავაზობს ერთგვარ ინსტრუმენტების ხუთს, რომელშიც 4 ძალიან კონკრეტული და პრაქტიკული მეთოდი დევს. აი ეს არის ის 4 სუპერძალა, რომელიც თუ ავითვისეთ, ჩვენს კომუნიკაციას უბრალოდ გარდაქმნის. მოდით ახლა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე განვიხილოთ. დავიწყოთ პირველით, საუბრის დაწყება. აქ ყველაზე მაგარი ის არის, რომ საიდუმლო ბევრ ლაპარაკში კი არა პირიქით, კარგ მოსმენაშია. ხომ იცით, როცა ადამიანს მართლა გულწრფელად უსმენ, კითხვებს უსვამ და ინტერესდები, საუბარი თავისთავად ძალდაუტანებლად მიედინება. ახლა მეორე და ალბათ ყველაზე რთული რამ ბევრისთვის, როგორ უნდა ვთქვათ არა. ეს ფრაზა, რასაც ახლა ხედავთ, არის გასაღები. იდეა ისაა, რომ თქვენ უარსეუბნებით კონკრეტულ თხოვნას და არა მთლიანად ადამიანს. ასე თქვენც მშვიდად ხართ, დანაშაულის გზნობა არ გაწუხებთ და ურთიერთობასაც ინარჩუნებთ. გადავედით მესამე ინსტრუმენტზე, კრიტიკის მიღება. ჩვენი პირველი ინსტინქტური რეაქცია რა არის კრიტიკაზე? ან თავის დაცვა, ან პირდაპირ კონტრშეტევა. ნისლის ტექნიკა კი სულ სხვა რამეს გვთავაზობს. უბრალოდ მშვიდად მოусმინეთ. თუ კრიტიკაში სიმართლის მარცვალია, დაეთანხმეთ. ამით სიტუაციას განმოხტავთ და დაძაბულობასაც მოხსნით. და ბოლოს, მეოთხე უმნიშვნელოვანესი ტექნიკა, გრძნობების სწორად გამოხატვა. ნახეთ რა დიდი განსხვავებაა. იმის ნაცვლად რომ თქვა, შენ მე მაბრაზებ და პირდაპირ დაადანაშაულო, თქვი, მე ობრაზდები როდესაც. ანუ ისაუბრე საკუთარ გრძნობებზე და არა მის საქციელზე. ეს პატარა, მაგრამ ძალიან ძლიერი ცვლილებაა, რომელიც კონფლიქტს დიალოგად აქცევს. კარგი, ეს ინსტრუმენტები გავიგეთ, მაგრამ როგორ უნდა ვისწავლოთ მათი გამოყენება? როგორ გავხადოთ ეს ყველაფერი ჩვენი ბუნებრივი ქცევის ნაწილი? წიგნს ამაზე ძალიან კარგი მეტაფორა აქვს, რომელიც ჩემი აზრით ყველაფერს თავის ადგილზე სვამს. ზუსტად ასე. თავდაჯერებული კომუნიკაცია არ არის რაღაც თანდაყოლილი ნიჭი. ეს არის უნარი, რომელიც ჩვეულებრივი კუნთივით მუდმივ ვარჯიშს მოითხოვს. რაც უფრო მეცი ვარჯიშებ, მით უფრო გაგიძლიერდება. და რაც მთავარია, ეს ნებისმიერ ჩვენგან შეუძლია. აი უმარტივესი სავარჯიშო გეგმაც კი არსებობს. არ არის საჭირო ეგრევე ყველაზე რთულ საუბარში გადახდომა. დაიწყეთ მარტივი დაბალი რისკის სიტუაციებით, თქვათ კაფეში ან მაღაზიაში. და როცა ამ პატარა ნაბიჯებში მეტ თავდაჯერებულობას იგრძნობთ, მერე უკვე შეგიძლიათ გადახვიდეთ უფრო მნიშვნელოვან დიალოგებზე, იქნება ეს სამსახურში თუ ოჯახში. სანამ დავასრულებთ, მინდა რომ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეზე გავამახვილო ყურადღება. ეს არის ამ წიგნის მთავარი ფილოსოფია, რომელიც ვფიქრობ, ყველა ამ ტექნიკაზე ბევრად მაღლა დგას. თავარი, რაც უნდა გავიგოთ, ისაა, რომ თავდაჯერებულობა არ ნიშნავს სხვებით მანიპულირებას ან მათზე გამარჯვებას. არა, მისი ნამდვილი მიზანი პატივისცემაა, პირველ რიგში საკუთარი თავის და შენი საჭიროებების პატივისცემა და ამავდროულად სხვისი პიროვნების პატივისცემაც. ეს არის ჯანსაღი ურთიერთობის საფუძველი. ასე რომ, მთავარი დასკვნა ასეთია. არ იფიქროთ, რომ თავდაჯერებული კომუნიკაცია მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ეს არის უნარი, რომელსაც საკმარისი პრაქტიკით და მონდომებით აბსოლუტურად ყველა ჩვენგანი დაეუფლება. და ბოლოს მინდა რომ ამ კითხვაზე დაფიქრდეთ. აი ამ ყველაფრის ცოდნით, დღეს რომ მოგიწიოთ, რომელ საუბარს წარმართავდით სხვანაირად?
დაფიქრდით, რა შეიძლება შეიცვალოს თქვენს ცხოვრებაში, თუ კი ამ მარტივი პრინციპების გამოყენებას დაიწყებთ.